აუ ძალიან მაგარი ზმანები უნდა დავითრიო სკოლისთვის. რომელი აბა ის მაღაზია? გოგო, აი ეს მაღაზია, ჩემი მეზობელი მუშაობს და ძალიან კაი რაღაცები აქვთ ხოლმე. მოდით აბა გოგოებო, მოდით. ჯინსი, მაიკა, ტუფლი, კამარი ყველაფერი გვაქვს. გამარჯობა. ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ რომ აჩვენოთ. ვიწრო? რა მაქვს ვიწრო? აი ეს მოდელი. მიდი ჩაიცვა ისინჯე წაიღე. არა ესეთები არ მომწონს. გავივლით. აუ გავიხსენო ის მეორე მაღაზია სად არის? რძალდე და მთილი რომ მუშაობს. თიკო წამოვა იმ ქალთან მივიდეთ. დეინერის ტარგარიანს რო გავს. აბა რას ვეძებთ გოგოებო, სულ ახალი თურქული ტავარია. გამარჯობა. ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ ქალბატონო? არა, ვიწროები არ შემომიტანია. დრაკონები? დრაკონის მოდელები აღარ არის შვილო. ხაჭაპური, ლობიანი, ბერაშკი. თამრო, ერთი ხაჭაპური მომეცი რა, ხოცხელია. ანასტასია ის მაღაზია, მიდი აბა იკითხე. უკაცრავად ვიწრო ჯინსები ხო არ გაქვთ? რა შვილო? ვიწრო ჯინსები. ქალბატონო. თიკო ვისთან მომიყვანი აქ? დუმარების ფიცი ქონდა ამ ქალს დადებული. გოგო რა ვიცი, მე ვაკვიდულობ ხოლმე. მაშინ გასაგებია. აბა, ვისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილი გოგოებო. შუშენიკის წამება ხო მას? მე ვისწავლი. აუ მე ძალიან გამიჭირდა და რაღაცები ვერ გავიგე. თეკლამ საერთოდ ვერ გამონახა შუშენიკთან, თვითონ ფუფუნებაშია გაზრდილი. კი ბატონო, ეხლა რაც ვერ გაიგეთ, ჩამოწერეთ რვეულებში და აგიხსნით. ეთი ამას ძველ ქართულად უნდა ჩამოვწეროთ თუ ჩვეულებრივად? ინგლისური ასოებით თქვენ დაწეროთ ამთა. მივხვდი, ოკეი. მას ირანელები მაზდიანები იყვნენ და ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგენი ცეცხლს ცემდნენ თაყვანს, მაგათი რელიგია იყო. მართლა? აუ რა გიჟი ხალხი ყოფილა წარმოიდგინე, ანუ გასთან იდგნენ და ლოცულობდნენ. გასთან არა თეკლა, მაშინ ელექტროქურები იყო უკვე შემოსული. ესე იგი არაფერი არ გიმეცადინიათ, ხო გოგოებო? ბიჭების ჯგუფი გჯობიათ თქვენ ისევ. ერთი ბიჭების ჯგუფიც ყავთ თქვენ? მე რა გადავიდე შეიძლება? გაგიჟდი გოგო, ოდეს ყოფილა საქამომდე, თუმცა დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური. შეიძლება. ძალიან მაგარი მოვიფიქრე ჯოკრის თამაში. თან თეკლაა ჩემი მოწინააღმდეგე. აუ არ გვინდა რა ეს იაზო ლაპარაკი. თამაშობთ ხომ მგონი? თიკო შენი რიგებაა. აუ კოზირი ხوار მიცხადებინა თიკო. გოგო თეკლა პრემიაზე გადის და უნდა აცხადო, აბა რა უნდა ქნა. ეხა თეკლა გავა პრემიას და დაპირებული საოჯახო ნაყინიც ჩვენია. ჯერ კარტი მაინც გენახათ ამთა. ციდია მოგების შანსი. თან ძალიან. მეორე დამიწერეთ რა. მესამი. თანთა შენ? აუ მე პასი ვაფშე კარტი არ მომივიდა. ძალიან სასტიკად მოვიგეთ ეს ხელი. ეს ჩემია, ესეც კიდე ტუსში. ბოლო ორიც აქ დაიდოს. ორი ჯოკერი მყავს. რა უთეკლა მოიშალე პრემიიდან? პრემიიდან მოშლა არაფერია, თქვენ მუცლის მოშლა არ გინახავთ. აუ ჯე ხელი გავიჭერი ძანით და ძალიან ბევრი სისხლი მომდის. ვაიმე მიშველეთ. ანასტასია ბინტი და ბამბა მოიტანე დროზე. მიდი. მაილა კი არა მოგატყუე. კეჩუპი დავირცხი ხელზე. აი დეგენერატი არ არის ახლა ეს, ჰა? დიდი ხანია მე მაგას ვამბობ. მეორთ აღარ გააკეთო ეგეთი რაღაცა. შენ ტელეფონი რეკავს. ალო. კარგით. დელია დეიდა იყო ცუდად თუ არ გამომხედოს. ვაიმე წნევა იქნება ახლა მაგას მაღალი რა. წავალ გავხედავ მე. მოგატყუე, ვიღაც სხვა იყო ნომერი შეეშალა.
სასიკვდილოდ რო დაგჭირდება დახმარება. მე აღარავინ აღარ გიშველის. თუ როგორ იტყუება კაცო ხედავ მთელი დღე, აჰა. ტუალეტში ქაღალდი გამოილია. მოვალ ხო მოგაწვდი ეხლავე. კიდე იტყუება ეს მე მგონი. დღეს დილით იყო კაცო ქაღალდი და რა გამოლებდა ვერ გავიგე. აი ეგ მომატყუებს მე რა. არა ინგა შენი მოტყუება სად გაგონილა? უიმართლა უცილარი მჭირდება. გოგოებმა გაჭირვებულებს უნდა დაურიგოთ. უი რა კარგია თქვენ გაიხარეთ რა. აუ შემომაწვდის ვინმე ქაღალდს. მოვედით. ისეთი ნერვები მოშლილი ვარ, რომ არ ვიცი შეიძლება შემომაკვდეს ვიღაცა ხელზე რა. შენ ძმას უყიდარ ვეულები და გზაზე რო გადმოვდიოდით გაუვარდა ხელიდან ამ ბედოვლაც და ჯერ ავტობუსმა გადაუვარა და მერე მოხუცმა ქალმა. ჯოხით დადიოდა. ანუ ვერ იყიდით. აუ ვიცი რა მაგარი ვეულები იყო. სპაიდერმენი ეხატა, ლამბორგინი და მოტოციკლეტი. აი ეს სერა საკეთებ. არაფერს. არა ვეღარ უყიდე აღარ მქონდა მეტი ფული წაღებული და ხვალ უყიდი მე არა უშავს. კი გავიქნიე 17 ლარი რა. რა სუნია სახლში კაცო? რესუნია? მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. დამწურის სუნია კაცო, კვამლის. ვაიმე გაზზე ხო არ არის დარჩენილი რამე? ხო მიდი აბა შეამოწმე. ისე ომარიკო მეოთხე კლასში ხარ უკვე და პარკის ჭერა არის ციხელში. რაც ეს სირცხვილოა. აუ დამანებე თავი რა. ეს რა არის? აუ ბიჭო კი იპოვაბრე. დე მოდი. მათემატიკა რო არ დავწერო, არ შეიძლება. აუ შემეშალა. დაიწყო რა, ჩემი ჯოჯოხეთი დაიწყო. უყურე. დაწერე მიდი x გამოვაკლოთ. x გამოვაკლოთ. ხო, მიდი. შეხედე მიმატება დაწერა, ამუტვინო მამან. ამოხეო. უკვე 23 ამოხეული ფურცელი დავთვალე. 17 მშრალი და 6 ცრემლიანი. კლასერის გარო გადავიწერო, არ შეიძლება. არა, რებს ამბობს ხედავ. დაჯერები და მარტო დაწერე ხლა მაგას. სანამ დანაამიღია. ეს უთყვილად მიყურებ, იმეცადინე უკვე. და თიკოს ველოდები რომ დამირეკოს. ომარიკო მოდი, მოიხარშა ეს კვერცხი. საჭმელი როგორ გადავყარო, თორე კი ხარ ღირსი რა. დე დავწერე ძლივს და აქ დავდებ. ხო თიკო. დაიცერ თუ ჩავიწერე. 23-67. კაი ჯიგარს ვენახარ იმენა. აუ დე დავალების ფურცელია მოვიყია. დაწერე მიდი, x გამოვაკლოთ. დაიცერ თუ გავიხსენო როგორ იწერება x-ი. რა x-ი როგორ იწერება გოგო? როგორ მოაღწია მე 12 კლასამდე? ბავშვებო, ზარი დაირეკა შემოდით კლასში. აბა დროულად ადგილები და მერხები გავანაწილოთ. მას მე რომ არის ანარჩა შეიძლება? უკვე ბევრს ტლიკინებთ. აბაიაძე, შენ დაჯდები გამათბობელთან. დედა შენ მაზამთაშ ცისტიტი ემართებაო და მან დიჯდები. მერე. ომარიკო შენ გადაჯდები ვასოს გვერდზე, რომელსაც ხვიში გვირაბი გაყავს. ეგრე თუ უნდა იკლიკინო ცხულში ხელები, გადავჯდები იცოდე. მას მეროვანისთან გადავჯდე შეიძლება? ჩემი შეყვარებულია და ეხლა რო ხელუყუღმა წამოვა, სიყვარულს ვერ ეგანახებ. დეგენერატი ეს. ბიჭო, მომიცმინე, ანის აღარ დაუძახო შენი შეყვარებული, გაიგე? თორე გაგხევ ცემაში. შენ ვინ უნდა გახიო, ბიჭო, ცემაში? დებილი ხარ ვინცხა? აი ასე დაიწყო სასწავლო წელი, ინგა, ჩემო კარგო. თან იმ ქუთაისელ ბავშვს ეჩხუბა, ახალგადმოსულს. ვაიმე, აუცილებლად გამოვასწორებთ ნატო მასწავლებელო რა. აუცილებლად. თიკლე გინდეს ემიჩკა? ხო რავი, შენ თუ ჭამ, მე შევჭამ. თან ქართული სემიჩკა და კარგი იქნება. თორე ისე ხო იცი რომ არ გენდობი. ჩუბიქებს. და შეგვიძლია რომ ჩელენჯი ჩაერთო 30 სექტემბრის ჩათვლით გადაიღე ვიდეო TikTok-ისთვის. აი ამ სემიჩკასთან ერთად #martinisgan
და შეგიძლია მე რომ მოიგო 1 ოქტომბერს iPhone-ი, iPad-ი ან Apple Watch-ი. გასაგებია. ისე გოგებო მარილენის ემიჯკა ტუჩებს არ გწევთ ხოლმე? მე ძალიან. არა მგონია ეგ ემიჯკის ბრალი იყოს. უფრო იმ სამი ბიჭის ერთდროულად რო ხვდები. გაჩვენდი. ისე ის ლექსო გამოსწორდა ხო მგონი? ანასტასიას შეხვდებოდა გეგონება მაშინ ტვინი ქონდა რაღაცნაირად გამორიცხილია. ეგ მეორევდი ხოლმე ტვინს. აი ხო გათქმევინე, ვიცოდი რა შენი დაშორებულები იყვნენ ესენი. კიდია მეთქი ეგ ბიჭი ხო გითხარით? მე იმას შეხედეთ მარიამ ფუტკარაძე, ეგ იცით ვინ არის? თემო სახვაძის შეყვარებული. ვა, თეკლე შენ საიდან იცი ეგ? აი რა ძალიან გთხოვთ, ისეთი აგენტები მყავს მე ჩანერგილი რომ ეგ არ გამომეპარებოდა რა. აუ ძალიან ბევრს ლაპარაკ. ღამისი ჩუმე გაბანდე. ჩუმადუცნება გამ. հետո მიყურე ფიქრი. გაიფანტა ექსი ჩუმე უკვე და დავიღალე. გესმოდეს მინდა დღეს, ჯეროდეს გეჭყვი ყველაფერს. აი ხა მეორეც მოვიდა. რა კონცერტი მომიწყეთ, ვერ გავიგებ. ფილარმონია მაქვს აქ. ξენილი. აუ დემომშვიდე და საჭმელი რა გვაქვს. ჩადი მიდი და ამოიტანე პური მაღაზიიდან. შენ ქალბატონო არ მიდიხარ ინგლისურზე? Yes, I do. წავედი. ვაიმე ანასტასია რა კარგია რომ ჩამოასწარით შვილო ისეთი ხანძარია მე-6 საათულზე რომ გაჩერება არ შეიძლება კორპუსში ერთი წუთითო. სად არის ინგა? ია გუნდი დალალიო, იყოს შენზე ალალიო. რა ენერგეტიკა მოაქვს სიმღერას, რა აი დამცხა რაღაცნაირ. ყლილობა მოხდა ჩვენ კორპუსში და შეიძლება რომ პოლიცია მოვიდეს. ვაიმე გავიგე ხო, საწყალი ქალი კაცო, ვინ მოკლა რა უბედურება არა. პოლიცია მოვიდა მე მგონი, გავხედო. გამარჯობა ქალბატონო, ყლილობასთან დაკავშირებით გვინდა 2 კითხვის დასმა. დედა 5 იყოს კაცო თუ გინდათ რას ლაპარაკობთ? რაიმე საეჭვო ხო შეგიმჩნევიათ ბოლო 1 საათში. ვაიმე საეჭვოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოძიებას თუ დაეხმარება, თქვენთან დიდი ბოდიშის მოხდით, 2 დღეა შარდავს ვიღაცა ლიფტში. ხო შეიძლება რომ მკვლელი იყოს. დედანა სად არის? რომელი დანაო მარიკო? გუშინიც გვემუქრებოდი. კარგი დაგემშვიდობებით, მაშინ სხვებიც უნდა გამოვკითხოთ. ნახვამდის. გამარჯობათ, მკვლელობასთან დაკავშირებით ხომ არიცით რამე? სამწუხაროდ მე არაფერი გამიგია, მაგრამ ჩემი ქმარი გარდაიცვალა ადრე. ნაცნავში შეერჭოდა და შეიძლება რომ ამ ქალსაც იგივე დაემართა. გამარჯობათ? მოგესალმებით ქალბატონო, მკვლელობასთან დაკავშირებით გვაქვს 2 შეკითხვა და თუ შეიძლება რომ შემოვიდეთ. თემური ჩაიცი. მოგძანდით. ეგ კაცი არ იქნება სახში 1 საათის წინ გავიდა. დიდი ჩანთა ეჭირა ხელში და წყავის ხელსათვანები ეცვა. და კიდე წითელი რაღაცეები ქონდა საროჭკაზე. ალბათ ეგ არის მკვლელი. იქით წავიდა. ბავშვებო, მოდით ქვები ვისროლოთ. აუ მე იცი რა მაგრა ვისვრი, მოდი შევეჭიბროთ. აუ არავის გაარტყათ. ერთხელ მე გამარტყეს და 2 კვირა ვერ დავდიოდი. ხო და შენ იქით გაიწიე ლიზი. ვისროლო? ხო, მიდი ჯერ შედისროლე, მერე მე ვისვრი. ვა, გარაშს გადააცილა. ხო, მე მაგრა ვისვრი. აჰა, ეხლა შენ ისროლე. დავიშალეთ. მოვედი სახში. რა საკეთებ? ვაიმე გარაშთან მიდექი და ვიღაც დეგენერატმა ისროლა ქვაში შუბში მომხვდა რა. ხო, წეღან ისროდნენ ვიღაც ბავშვები. მე არ ვიცნობ. ბავშვებო, დამალობანა ვითამაშოთ? აუ კი, მე გავითვლი. სუპი, სოუსი გადი მოუსვი. მე ვიხუჭები. 30-მდე დავითვლი. აუ ვასო მე ნუ მომყვები რა, მე დაგვინახავს. თან მე ძალიან მაგარი ადგილი ვიცი და იქ ვერავინ ვერ მიპოვის. ამა თუ ყურე რა. ომარიკო, მოდი 1 წუთი აქ. ვიმალები დედა, ვთამაშობთ. არ მაინტერესებს, მალე მოხვალ სახლში.
არა უშავს, დავიხუჭები თავიდან. ვასო, ვის უძახი მე? დროულად სახლში. აუ დეივ, თამაშობთ ჯერ. ეხლა მანდ მოვალ. დიხილები და მოვდივარ. მე მგონია რომ დავალებებს წერ სახლში შეგიდე რასაკეთებ აქ თურმე. დროზე. ჩერჩეტი ეს. აჰა, სერიალიც მორჩა. და სად არის კაცო ეს ბავშვი? ჩამოღამდა უკვე. ხო, ამბობდი მაგარი ადგილია მეც კი, ვერ მიპოვეს ჯერ. ვინ გააკუა? და რეებს ამბობ, გოგო, თუ ხარ ნორმალური შენ? თვითონ აკუებს და მერე ჩვენ გვაბრალებს რაღაცეებს. დებილობების ლაპარაკს თუ არ მოეშვები, ისევ ჩაგიტენი მაგიდის ტილოს პირში. და სუგაგიშდა ეს კაცო. აუ ჯესახში რო არ ხარ ხოლმე მაგიდის ტილოს მიტენის პირში. გლობიო აღარ არის. ვინ შეჭამა? აი ხო მე შევჭამე, მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია. არა უშავს ბავშვი იქნება. აუ მე რას გადამეკიდეთ? აი всё ვიძინებთ ყველა. ანასტასიას გაიყოლე რა შენ ოთახში. დათარსული ვარ დილიდან რა. რატო? შეჭამე დილით რომ მაკარონი გააკეთე და მიხვდები. რატო და ამოვდიოდი კიბებს და გადამიბრუნდა ფეხი. დავაოხრე ფეხსაცმელი რა. როდის იყიდე ფეხსაცმელი არ მახსოვს? აიმე, ეს ფეხსაცმელი ვიყიდე 96 წელს. გადასასვლელ ხიდთან იჭდა ხოლმე ერთი ქალი. კონტრაბანდული ტავარი ქონდა ხოლმე და სუმაგას ნაყიდულობდი ყველაფერს. დაარბიეს მერე ეგ ქალი. 96-ში თუ იყიდე, ესე იგი უწევდა უკვე. მარტო ფეხსაცმელი რო იყოს რას დავეძებ რა. ინგა ეს ვერდისფერი შარველი სად დაითრიე? სად დავითრიე და შევყარე თეთრების არეცხ მანქანაში და შეყოლია შენი წითელი მაიკა და აჰა. შენი ფეხსაცმელი გაკეთდება? გაკეთდება კი, მაგებნო გადავიდეს ინგა აფხაზეთში, რო დავიბრუნებთ. ხო, იცინე შენ და მიმაქაგერ ხელოსანთან. წავედ და ჭკვიანად იყავით იცოდე. ომარიკო მაკარონი არ გინდა? აუ არ მომეწონა მაგ მაკარონის სუნი. შენ გემოვნანახო. ჯანდაბა. რატომ მოbrunდი ინგა? ტროტუარზე ვიდექი და მთელი გუბე წყალი შემომასხა მანქანამ რა. რა დღე გამითენდა. შენახველებდი ხო გუში მთელი ღამე? უეჭველი გაციებული ხარ. არა რამე ვახველებდი კაცო, ვენტილატორის ხმა იქნებოდა ეგ. არ გვაქვს ჩვენ ვენტილატორი. კარგი ხო გავწიგდი და მახველებს. სკვაზნიაკში ვიჯექი და. აუ გი რო გადამიდოს ახლა, ვეღარ ჩავალ ბავშვებთან ეზოში. ხო და ნუ მომეკარები ახლა შენც ომარიკო ეს 2 დღე, გამივლის მალე. აუ გი აჰა შენი საფულე და 2 ლარი მომეცი. და ნუ მომეკარებით მეთქი კაცო ახლა არ თქვი, ვერ მოგცემ ფულს კაცო კაციებული ვარ. ინგა ნახე ამ კუპალნიკებზე გეუბნებოდი მიყიდე მეთქი. ძალიან მაგარია. და ნუ მოდიხართ მეთქი კაცო ახლოს, ჩინურად ვლაპარაკობ. გადამედება. რა მოხდა რა გატირებს? ბიძა ჩემი გარდაიცვალა რუსეთში და წერილი მომწერეს. რა სიწერებიან? მშვიდობაა რუსეთშიო. რა ვიცი, გულით გარდაცვლილა და დატოვა ანდერცი, რომლის მიხედვით $500 მეკუთვნის მე რა. აუ ერთი იგითი ბიძა მაგრა გაასწორებდა რა. გეხმარება შენ ჩემი ძმა როგორც შეუძლია. თვითონაც რაკნას კაცო, ზესტაფონში მუშაობს, ამერიკაში კი არა. $5,000 რას ნიშნავს?
რა და ფული დამიტოვა ომარიკო მაჩუკა. ხო და მიდი ხდა სანთელი დაუნთე. ეგ არა კაცო 5 ლარიანი სანთელია ეგ. დევს მან 20 თეთრიანებიც. ინგა რა შუნა დახარჯო ახლა ეგ ფული. ჩემში ხო არ დააბანდებდი. ნეტ არ ღლიცინებდე რა ვიცი მე ვფიქრობ რაღაცა ბიზნესი დავიწყო. ბიზნესი? საშუალო ხوار გავიკეთებინა. აუ მაია, ჩემ კლასელებს ავპატიჟებ ხოლმე. აჰა, მომიყარა ამან უკვე ბავშვები. არაკაც საშაურმე არ მინდა ერთი. ვაიმე, თონე. მთელი корпуსი იმას გაიძახეს, რომ ერთი თონე რა გაგვიხდა უბანშიო და გავხსნი ვიმუშავებ მე თვითონ. იმენა ბიზნეს ვუმენი ხარ რა. სიტყვები შეარჩიე შენ. სახში ხარ, ბესეთკაში კი არა. დეგენერატი. ანასტასია შეყვარებული ყავს, იცი? აუ ძალიან დებილია ეს ბავშვია. ირანელი ტურისტი იყო, ეგ და გზაშვას წავლიდი. ვაიმე შეყვარებულზე გამახსენდა. ნუნუ შემხვდა დილით, ნუნუ მე-6-ზე რო ცხოვრობს. აი მე საიდან ნოვიცოდე ვინ არის ნუნუ? ნუნუ გოგო, კასტილებით რო დადის. არ ვიცი რა გავაკეთო ეხლა. დედა ნუნუ როგორ არის გოგო? ერთი თირკმელი რო აქვს. ცალ თირკმელა ნუნუზიან ბობ. აუ ძალიან მაგარი როჟაა ეგ ხალი. ხო ეგ. და რას მეუბნება? მაგას ბიჭი ყავს საქორწილო. ზურა. ხო და ვინმე კაი გოგო ხო არ იციო. რა უთხარი მე? შენზე კრენტიც არ დამიძრავს დამშვიდდი. კაი გოგოების მეტი რა არის მეთქი ჩემო ნუნუ. მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია გენაცვალე, ტერსაც არ უსურვებ. ეს პარკიც რო გამეხეს ახლა თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება რა. უი ზურა გამარჯობა გენაცვალე, როგორ ახარ? გამარჯობა ინგადეი და რა ვიცი, აბა თავად ხო ხართ კარგად. კი რა ვიცი ჩვენც რა გვიჭირს. რა შვები აქეთ ხარ ხო არ მუშაობ შენ? აი რა ვიველოდები რაღაცას რა და ეგეც თუ არ გამოჩნდა მე ვაფშე მოუხე უცხო იცი რა. აი მე რა უცხოეთი ზურა ნუნუს არ გააგებინო ეგ რა. მოკვდება კაცო საწყალი ქალი ნერვიულობით ისედაც ცალი თირკმელი. აბა იმენა არ უნდათ რო ხალხი დასაკვდეს რა. მე დავამთავრე წყაკლას და მედი რა მექნა ხო? შენ რაღაც იზამდი ზურა რა სისულელია. დედა შენმაც ვეღარ შეძლო ახლა საწყალ ქალს ცალი თირკმელია.